მოგისალმებით. ძირფასო მეგობრებო. კაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასენ და ნახოთ ბუმერანგი. მისთვის არის გაშლა. ხო, ცოტა ესე რომ ვთქვათ, ეს არის რაღაც შეიძლება ხშირად თავშეყრის ადგილა, სადაც ხალხი არის, შეიძლება მისი საზოგადოებრივი მდგომარეობა თუ არ მუშაობს, ამ შემთხვევაში მაშინ რაღაცა ადგილზე, სადაც ესე რომ ვთქვათ, რაც დაფრინავენ თუ რა შვებიან აქ, რაღაცა ესეთი ვარიანტი არის. კარგი, ვნახოთ. ეს ჩადუქარი ქალი ვინ არის აქ? რომელიც იმედად ყავს? თუ ცოტა ფსიქოლოგიაში მე ვფიქრობ ამ ადამიანს ცოტა კი არა კარგად უჭირს. მაგრამ მე ნახე ამ ქალთან რა ურთიერთობა გაქვს? საკმაოდ თავშეკავებული და რატომ გაქვს თავშეკავებული ურთიერთობა? ქალიდან ხო, ვიღაც ქალბატონი აქ აშკარად არის, მაგრამ ეს არის ან მართლა ჯადოქარი ქალი, ან ძალიან ესე რაღაცა წონიანი, ან წონიანი კი რაღაცა ენერგი, რაღაცის არჩი. მაშინ ესეთი ხალხი ყავს მაშინ რაღაცა ან თვითონ უფრო არის, თვითონ არის ხალხი კი არა ყავს. აი ესეთი მაშინ. რომელთანაც ესე რომ ვთქვათ, რაღაცა ამშვიდებს სხვათა შორის და აქ არ ვიცი რას გადავწყვიტა, ყოველ შემთხვევაში მომავალთან დაკავშირებით რაღაც გეგმა და მთელი ამბავი არის ოჯახში, ეს რა არის? ოჯახში რა ხდება? ოჯახში რაღაც უსიამოვნება აქვს ამას. სხვათა შორის არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ოჯახში არ მომწონს, იმიტომ რომ ბუმერანგი მინდოდა მე აქ, მაგრამ ამას რა ვიცი ახლა თუ ვინმე ყავს. არის კაცო რომ ახლა მეგობრობენ ამ პრაქტიკოსებთან, ხო? ჯადოქრებთან, მამაკაცებთანაც და ქალებთანაც.
მაშინ ძალიან იმედად ყავს ეს ადამიანი ამას, მაგრამ ამას საკუთარ თავთან რაღაც ძალიან ცუდი ფიქრები აქვს. მან ახლა რა ფიქრებია, რა გაწუხებს. ხო, მომავალთან დაკავშირებით რაღაც თავისი ესე ვთქვათ ძალიან განიცდის ეს არის, რომელიც სულ თითქოს ვიღაცა ჩასწახებს ყურებში ადამიანს. ბუმერანგი რა გებრუნდება უკან. რაღაც ამ ეტაპზე შიშები. ბუმერანგი უარყოფა, ეკლესიის უარყოფა და შესაძლებელია ყველაფრის. ხდება ესეთი რაღაცა სხვათა შორის. რო არ უნდა ადამიანს და არ უნდა გეუბნება და რაღაც. ბუმერანგის არის, რომ ძალიან დიდი ჩაკეტილობა აქვს ამ ადამიანს და არ არის გამორიცხული, რომ არ მიმართავს. ეს თვითონ ხომ არ არის ეს, მოდი ასე ვიტყოდი მე. გულს კი არ მშვიდებს და სად არის დასტა. ერთი წუთით. იკოტრიალი ახლა. მანახე რა ძალების მფლობელი ხარ. რა ძალების პრაქტიკოსი ხარ შენ. იცი რამე. ნახე ვინ ხარ კიდევ გამიხსენე ინფორმაცია. ვინ ხარ. ფინანსური ბლოკი აქვს სხვათა შორის. ამა რაღაცები იცის. მან ძალიან აქტიურად ამ საქმეში ჩართული. ბუმერანგი გებრუნდება უკან. მალე გაქცევის ხასიათი დადგება. ეს ინარი. მას მისი დანახვა არ სიამოვნებს. აქ ქალბატონით მართავს. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან გამალე გარეკავს, მაგრამ ამქათა რა ურთიერთობა გაქვს, მოდი კიდე მონახე. დაოჯახებას აპირებს. ბუმერანგებზე მე აქ არ მესაუბრება, მაგრამ ფინანსების გამო ძალიან შევხვდებულია, შეიძლება
ისე ურთყამს ფინანსები ამ ადამიანს. როგორ არის ძალიან ნერვიულობს და ძალიან შეიძლება გაგიშდეს კიდეც რომ აი ფინანსების მხარეს ძალიან ნერვიულობს, მაგრამ მე მაინტერესებს მისი პირადი. აი ნახოთ ახლა ჩვენ მისი პირადი. Reaction. Manachhe. ეს შეყარებულია, მაგრამ ნახე რა ხდება. მაგრამ ოჯახი არ აძლევს უფლებას. ისთანაც სტაბილურ ურთიერთობაში იყო სხვათა შორის, რა საინტერესო გაშლა. მაგრამ აქ რაღაცები ძალიან ცუდად შებრუნდა. მაგრამ ამ სიყვარულს გულში ინახავს ბუმერანგი მინდოდა და ეს არის მისი ბუმერანგი. მონატრება აქვს, თავშეკავება აქვს, დარდი აქვს, მთლიანად თავშეკავება გულდატეხილი. შეყვარებულია ეს ხოლმე და ეს არის მაშინ ამის ბუმერანგი, რომ აქ პირადში ეთყობა სახლშიც ხომ არის აი კურთხევა რომ მოგცეს დედამ ან მამამ ან ვიღაცამ ან ნება უფლება ხო რაღაცა არის აქ რომელსაც ითხოვს და არ აძლევენ ეთყობა შეიძლება ვიცი წინააღმდეგია ვიღაცა რაღაცა ამ ადამიანის პირადში ამ ეს არის წარსულიდან ადამიანზე ქალბატონს არ მიჩვენებს მე აქ ვინ არის მაგრამ აი მის გულში აქვს შენახული ეს სიყვარული ამ ადამიანს ეს არის მისი ბუმერანგი, ესე გამოვიდა. აქ მონატრებაც კი ბატონო არის. ურთიერთობაც უნდა, მაგრამ კარგი, რატომ არ შესდგა ეს ურთიერთობა თუ ეს სიყვარული, რატომ რაღაცა ვერ დაამტკიცა ამან? კარგი, რატომ არ გამოვიდა ეს ურთიერთობა? ой, ქალმა გადაწყვიტა. როგორ გადაწყვიტა, იცი, ეს არ არის შენი ბედი და ეს რაღაცა ბედის საკითხში არ უნდა იმასხნეს და ისე დაასრულე და ესეთი ლაპარაკი არის აქ ხალხნა. ეს ქალი, ეს ბებრუცუნა ქალი. რა ვიცი, ესე წამოვიდა ბებრუცუნა და ძალიან დიდი ბოდიში ახლა ბებრუცუნებო, ვინც ხართ? ქალის თემა არის. ქალმა გადაწყვიტა, გადაუწყვიტა, გადაუჭრა. ეს არ და ეს შეყვარებულია. და ჩათვალეთ, რომ ეს არის მისი სასჯელი. კარგი. შეცვლი რამეს ბუმერანგი მინდოდა არ დამონდის პირადზე დაიწყო ლაპარაკი. შეცვლი რამეს აქ. თუ ეს ქალი ამხელა გავლენას იქონიებს შენს ცხოვრებაში. ეს ქალი ოჯახის წევრია ეს ქალი გავლენას იქონიებს. კაცური ქალია? კარგი, შეძლებ რომ შეცვალო ეს და ასე დარჩები შესაძლოა. ცდილობ გავძლიერდე. მარტო დარჩები. იცით რამდენშიც და მას უშვებს მშობლები. მარტო რჩება, მარტო კი არ რჩება, მაგრამ საკუთარ თავში და საკუთარ გრძნობებში იკეტება ეს ადამიანი და მაინტერესებს ვინც გიყვარს მასზე დავჯახდები.
მოდი ასე ვთქვათ, მასთან რა ურთიერთობა გექნება სამომავლოდ, ვინც გიყვარს. ურთიერთობა ექნება უბრალოდ კი, მაგრამ ეს რო თავს მოაბამს აქ ეს გოგო ვინც უყვარს უარსეუბნება უკვე. ესე იგი ამ ყველაფერს რაღაცნაირად სანამ გადალახავს, იმიტომ რომ შეყვარებულია. მე აკეთებს კი ყველაფერს, მაგრამ აქ ავადმყოფობად შეხვდება ამას რაღაც იქნება ესეთი. და ამის მერე კი ბატონო, რაღაც ძალიან სასწაული ალბათ ეს უკვე ნაბიჯებია, ხო, მაგრამ ეს გოგო უკვე ვარსეუბნება. მერე რა იქნება? რატო გეუბნება ეს გოგო ვარს? დიდი დრო გავიდაო. ემოცია დამეცალაო. აღარ მეყარხარო, ან აღარ მინდა რაღაცა ესეთი არის, ემოციიდან იცლება. კი ბატონო, ხდება ესეთი რაღაცაც, ხო, ადამიანი გელოდება და მერე წკაფ გადაეკეტება და სულ იმედგაცრუება, სულ რაღაცა და всё, აღარ უნდა რომ გადაწყვეტავს, მერე დაბრუნდი და ეხლა ეწერამდე გიდა. აი ეს მდგომარეობა არის აქ. ეს არის ამის ბუმერანგი და ამის სასჯელი. კარგი, მაინც მოახერხეთ რა მესამ ქალთან. კონტაქტი იქნება. მერე წავა აქ რაღაც ბრძოლას არიანტი. კი მოახერხებს მაინც რომ იცოდეთ. უბრალოდ პასუხისმგებლობას აიღებ. ხო, პასუხისმგებლობა. თუ პასუხისმგებლობას არიღებ, რა აზრი აქვს, ვერ გავიგე. აიღებ პასუხისმგებლობას, ფარული, კიდე ფარულს თავასობს, ფარული სახლის. მშობლები ხშირად ძალიან დიდ შეცდომებს უშვებენ, იმიტომ რომ მოდი ასე გეტყვით, არც ცემენ საკუთარ შვილებს პატევს. ძალიან შეიძლება მოხვდეთ გულზე, მაგრამ ეს ასე არის. იმიტომ რომ ჯერ იმასაც ვერაცნობიერებენ, რომ აი ამ დონეზე შეყვარებული ადამიანი და ეს უკვე სასჯელად იქცა, ის კი არა, რომ აი კაი, ხო, კაი, ეს თუ არა ჩემში საფერ ლაითად გაუშვა. აი ბუმერანგის დონეზე უბრუნდება ადამიანს, იკეტება და აი თავისთვის გულში კეტავს ამ ყველაფერს და მე რა ვიცი ვიღაცას ეთყობა კიდე ორი ქალი დაფიქსირდა და აცნობენ ისიც, მაგრამ არ გამოსდის, წყვალობს და შეიძლება ცოლიც მოიყვანოს, მაგრამ არ არის ბედნიერი ხალხნო და რამდენჯერ მომხდარა ისე გაშორებია ცოლს და მე მაინც ის მოუყვანია ცოლად, ესეთიც ხო მომხდარა. თუნდაც მაინც იმას წაყოლია ცოლად. ხო, ის გოგოც. ხო და აი აქ უშვებენ მშობლების შეცდომებს სამწუხაროდ. ეს არის უპატივცემულობა, მეტი არაფერი. საკუთარი შვილის მიმართ. გრძნობების მიმართ, შვილის მომავლის მიმართ, შვილის არჩევნის მიმართ. შეზღუდვა ამაზე მეტი რაღა უნდა გააკეთო ახლა. შენ ხო გააკეთე შენ ცხოვრებაში ასეა თუ ისე, როგორადაც იყო არჩევანი. აღარ აფასებ შვილის გადაწყვეტილებას, იმას რომ მას თვითონ და მისი არჩევანი აქვს, თავისუფალი ნება აქვს ღმერთმა მისცა და შენ ართმევ. შენ უზღუდავ ამ თავისუფალ ნებას. აი რამ ხალხი ცდომებს უშვებენ მშობლები ამ შემთხვევაში. კარგით, მე მაინტერესებს, ეთყობა ეს დედა არის ოჯახის წევრი, მეტი ვინ იქნება, ქალბატონი როგორ იქნება. ეჭვიანი ეს კარტი.
ესე ოჯახს ვიცავ. ესეთი უჭირავს. ან ეს მარტო არის ეს ქალიც. ანუ ეს მარტო არის ეს ქმარი არ ყავს. ქმარი არ ყავს. ხო. კარგი, როგორ იქნები გულს? ნახე დიდი ხნის სიცოცხლე გაკეთლა შემეთა. ой, ტურა ქალა ეს. ეს არის ჯადოქარი ქალი. ჯადოქარი. ეს არის ის ქალბატონი, ვინც ბიჭი კი არ არის. აშკარად მამაკაცია გაშლა ჩემო კარგებო. ბიჭი კი არ არის. ჯადოქარი შეიძლება რაღაცები იცის, так დედა არის ჯადოქარი. რას მელაპარაკებით? რა ინფორმაციები ამოჩიჩქნე? ანახე ერთი ქალბატონო კერენსკი ვინც ხარ? დიდი ხნის სიცოცხლე გაქვს. დარჩენილი. ესე არ მითხრა. ჯანმრთელობა გკითხოთ პირდაპირ. დავიდა. მოკლედ მინდა და მანახე ჯანმრთელობა. იტყუება რაღაცებს. იტყუება ესე სამყოფოში მოხდება. ჯანმრთელობა მანახე. ჩვენ გაჟივითა, ცხენივითა, რას მოლაპარაკებ. სიგარეტს თვეწევა, ეს არის პატარა რაღაც. ანახე დიდი ჯანმრთელობა. იტყუება ეს ჯანმრთელობაზე. ეს ქალი. ფულის ხარჯვა ისე მერე მოუწევს. რა გჭირს? თავიდან იტყუება. ანახე. ვითა ეს. ეს. კაჟივით არის კი არა. რამდენი? მანახე, კარგი. ეს მალე იქნება. აქ როგორი რაღაც არის, იცით? კი, ეს ყველაფერი რაღაცა, მაგრამ ეს შვილი წერილობით შეიტყობს ამ ქალის გარდაცვალებას. წერილობით რატონეთ? ანუ სახში იმ დროს არ იქნება. რაღაცა იქნება. ეგ მანახე, რამდენი ხნის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. 6 თვე. 6 წელიან, 6 თვე, 6 წელია ეს, 6 წელი. არა. 6 თვე. 6 თვე. არა, 6 თვეც არა. ცხადო ხვდები. კარგი, თავიდან გიხოთ. რამდენი წლის სიცოცხლე აქვს დარჩენილი.
ვერ მაშვები. ვერ დავინახე. ესე იგი, მოდი წლების მიხედვით ვნახავ. ესე იგი ეს გამოდის, გეტყვით ახლა. გითხარით, კაჟივითაა თქო? ეს, რა ვიცი, 14-15 წელიწად გიდეჭირეთ. ხო. კარგი. იტყუება ეს იმაზე. რაღაც საუნდტრეკზე გზმარა ის ბიჭი მაინც მის იმას რაღაც გზაზე გებულობს. კარგით, მე მაინტერესებს 15 წელი ან 14-15 წელი კიდე. 15 წელი, ეს ბიჭი 15 წელი უცოლო იქნები? აი, ნახოთ. აჰა. ესე იგი 3 წელიწადში ეს ბიჭი აგვარებს ამ ყველაფერს, გადალახავს და 3 წელიწადში ბრუნდება, აი მე რაც თქვი წახანე გოგო ვარს ეუბნება თქო. ეს არის 3 წელიწადში. 3 წელიწადში ეს გოგო ეუბნება ვარს 3 წლის თავზე. აუ, 3 წელია ვინმე და გელოდოს ეს უნდა დამჭირეთ. ესე იგი ნახე. ამაზე მაგერით თავდასხმა ისე მოხდება. ესე იგი, ეს სექსუალურ ცხოვრებას ასრულებს გეტყვით 10 წელიწადში ეს ბიჭი. ხო, კარგი. ნახოთ, დავაგრძელოთ. ხო, ესე იგი, მაშინ აქ გამოდის, როდის იცით? 12 13 წელიწადში აქ ვიღაც ქალბატონი ჩნდება მის ცხოვრებაში, მაგრამ ეს შვილებიანი ქალია. უიდედა. და აქ ხდება ძალიან დიდი ცვლილებები, ან მეგობარი ქალი ვიღაცას იჩენს. ისთანაც რაღაც ექნება ურთიერთობა, მაგრამ ეს ცოლად მოყავს.
სექსუალურ ურთიერთობას რო ასრულებ, ეს რაფერი იქნება ამ მეგობართან რანაირი, იმიტომ ფიქსირდება აქ რაღაც. არა, ცოლად არ მოყავს პასუხის, ესე ვიღაცასთან მაინც შედის რაღაც თავს ატყუებს. მერე მანახე, აბა. აი, ძალიან ბევრს ეცდება ეს, მაგრამ ამას საერთოდ შვილი არის, მარტო რჩება ეს. აქ ბევრჯერ ეცდება, მაგრამ მე მეჭვება აქ. კაცი რა სექსუალურ ურთიერთობას დაასრულებს, იმას ჰაისო მერე უკვე მას უნდა ესეთი ალბათ რაფერ მითხრა ერთმა დებილმა ქალები მიყვარსო ისო ესო ქალები და აო ძმაკაცი მე ხო ყველასთან ესე იგი ძმაკაცი ვარ ნინო ძმაო ვარ და ნამეტანი ძმაკაცური მოვიდა თუ რა ეტაკარე არ ვიცი მე რაჯერს ამ კაცებს რა იაკთან თავში ვერ გევიდი და ესე იგი ქალებთანა ისა უბრალოდ კი არაფერი შემიძლიაო გაჩერდი ახლა კაცო კაი გამოცდილი მეწყო ყველაფერში ისეთი ტიპაჟი ვარ ვიტყვი ძალიან კაი ძალიან იდეალურად ვიცი ეს საკითხი ყველაფერი არ მიმჩნევ არაფერს ახლა და მე ბოლო რომ დავაღე მაინც პირი და ვერ მივხვდი რას გულისხმობ და ესე იგი ანუ მე კი არ შვებიო ისინი შვებიან ხოდა რაც ხედყოფამ დაირია გამსაცოდავსაც მანახე შვილის თემა გიფიქსირდება უფიქსირდება ხალი თუ არა გყავს შვილი საიდან იფიქსირდება გადამრია ხლა ანახე ბაღანას ისე აკეთებ ლევად ანახე ერთი წუთი ეს შვილია თუ ქონება ცხოვრებას აგროვებ. აბა ახლა კიდე მითხარი. ქარეს ქონება. მდიდარი ხდება. სიმდიდრეს უყრის თავს, მაგრამ კარგი, მანახე. რა მანახე, ცოლი თუ მოკავს, ცოლი, სიყვარული თუ გაკ. ცოლი აი კონსულტაცია მაქვს დღეს ой დედა დამავიწყდა რა კაი დროს მომწერეთ 11-ის ნახევარზე 1-ის უდეთ და დღეს ყავდა ჩაწერილი 9 საათზე და ახლა მომწერა 11-ის ნახევარზე. დამავიწყდა და ხო შეიძლება რომ მასკნა და ქალბატონო ნინო მზად ვარ. ავიც ვერ გავიგი ამასთან რაც იყო ეს იყო.